მოგესალმებით. უკრაინის ომთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და ეს უკვე ყველასთვის ცხადი ხდება. თუ აქამდე უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტის კრიტიკა არ შეიძლებოდა, უკრაინაში პრობლემებზე საუბარს ტაბუ ჰქონდა დადებული და ყველაფერი ისე უნდა ეჩვენებინათ, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად არის, ეს დრო ნელ-ნელა წარსულს ბარდება. თუმცა მიუხედავად ამისა, Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთით, ბრიუსელის ბიუროკრატია და ევროკრატები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ უარყოფითი სურათი გაანეიტრალონ და ვადაგასულ პრეზიდენტ ზელენსკისაც ლეგიტიმაცია შეუნარჩუნონ. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვხედავთ უკრაინის კრიტიკის მატებას მედიაში, ერთგვაროვანი ვერ იქნება. შეიძლება იმიტომ, რომ თავად ზელენსკის რეჟიმმა გადააჭარბა ყველაფერს და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა საკუთარი კორუფციული და ავტოკრატიული მმართველობით. შეიძლება იმიტომ, რომ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებამ თავისი შედეგი მოიტანა და ეს პოლიტიკასაც დაეთყო. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ევროპელი მარიონეტები მაინც ჯიუტად აგრძელებენ იმაზე საუბარს, რომ უკრაინა კანდიდატ ქვეყნებს შორის მოწინავეა რეფორმების კუთხით და რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევრობიუროკრატიის რეალობას აცდენილი მიდგომები სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებისას. ამ ანგარიშის მიხედვით ომში მყოფი უკრაინა და მისი კორუფციაში ჩართული ავტოკრატი ხელისუფლება თურმე დემოკრატიის ვარსკვლავებს წყვეტს. ზელენსკისთვის ლეგიტიმაციის შენარჩუნება იმ ყველაფრის გაправებაზეც გადის, რასაც ზელენსკი და მისი რეჟიმი აკეთებს. დღეს უკვე მთელს მსოფლიოს აქვს ნანახი, თუ რა სისასტიკით იჭერენ ახალგაზრდებს, მოხუცებსა და ზოგიერთ შემთხვევაში უსახლკაროებსაც კი უკრაინის კომისარიატების თანამშრომლები და როგორი სისასტიკით მიათრევენ ჯარში. ასე ჯარში წაყვანილი ადამიანებით შედეგს რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ დადებს, ამის ცოდნას ბევრი ფიქრი არ სჭირდება, მაგრამ ზელენსკისაც თავისი დავალება აქვს შესასრულებელი. ვადაგასული პრეზიდენტისთვის თანამდებობის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს. მიუხედავად ამისა, კრიტიკა ზელენსკიზე მაინც მატულობს. გამოცემა პოლიტიკო წერს სტატიას სათაურით ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარე. პოლიტიკოს ცნობით, ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ოპონენტების დასაშინებლად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად უკრაინის ხელისუფლება სასამართლო პროცესებს იყენებს და ოპონენტებს ან კორუფციაში, ან რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ანუ რბილად, მაგრამ გასაგებად არის ნათქვამი, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც წესით ევროინტეგრაციის გზაზე დგას, ნატო სტანდარტებს უახლოვდება და ის ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე ფონ დერ ლაიენისა და მისი ევროკომისრების ქებას იმსახურებს, თურმე პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის. შეკითხვები ჩნდება გერმანულ მედიაშიც. გამოცემა ბერლინერ ცაიტუნგი თავის სტატიაში სათაურით კორუფცია უკრაინაში გერმანული ფული უძირო ორმოში იძირება, ღიად საუბრობს იმაზე, თუ სად მიდის და რაში იხარჯება უკრაინისთვის მიცემული ფული. ფული, რომელიც გერმანელი გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან არის ამოღებული და რომელიც წესით გერმანიაში პენსიებს, სამეცნიერო საქმიანობასა და სხვა საჭიროებებს უნდა მოხმარებოდა. ერთი მხრივ გერმანიის კანცლერი მერცი ამბობს, რომ გერმანია ვეღარ იქნება სოციალურ მოდელზე ორიენტირებული ქვეყანა და მეორე მხრივ მილიარდები მიედინება უკრაინის კორუფციულ ხელისუფლებაში. ასეთი რამ უკვე ბევრისთვის მიუღებელი ხდება. ცალკე თემაა ზელენსკისა და მისი გარემოცვის კორუფცია. ბოლო სკანდალი სულ ახლახანს გასხდა, როდესაც უკრაინის ენერგეტიკის სფეროში კორუფციის გამოაშკარავების მიზნით მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. უკრაინის პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან გოლოს იაროსლავ ჟელეზნიაკი ერწმუნება, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს სახელმწიფო კომპანია ენერგოატომში და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან გალუშენკოსთან, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრია. საუბარია სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოზე, კერძოდ ენერგოატომზე გავლენის მოხდენის მასშტაბურ კორუფციულ სქემაზე. ასევე ფიგურირებს ზელენსკის ახლო მეგობრისა და თანაგუნდელის ტიმურ მინდიჩის სახელიც, რომელიც სტუდია კვარტალი 95-ის თანამფლობელი იყო ზელენსკისთან ერთად. ამას ემატება ეკლესიისა და სასულიერო პირების დევნა ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან. ეკლესიებში შევარდნები, სასულიერო პირების დაპატიმრება და დაჭერა უკრაინაში უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. თან ეს იფუთება იმით, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლება თავისი ავტოკეფალური ეკლესიის უფლებებისთვის იბრძვის. ყველაფერი იქამდე არის მისული, რომ კიევის პეჩორის ლავრაში, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროსთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, ზელენსკის რეჟიმის დაშვებით ტაძრის სატრაპეზოში კულინარიულ შოუებს მართავენ. უკრაინის ბნელი დემოკრატიის შესახებ ნახეთ
ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ფონი ცივი და მკაცრია. ზელენსკის მზერა ჩაფიქრებული. თაიმი უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს მთელ გვერდს უთმობს და დასავლეთს ეკითხება. არის ის, ვისაც არჩევანის გაკეთება შეუძლია. ამაზე მიანიშნებს ზელენსკის პორტრეტზე გაკეთებული თაიმის წარწერა. კაცი, რომელიც შუაში დგას. ერთის მხრივ იგულისხმება დასავლეთი და მეორეს მხრივ რუსეთი. წარწერის კონტექსტი ნათელია. ზელენსკი დილემის წინაშე დგას. ფონი ნათელი, გამოხედვა ენერგიული. მომავლისკენ მზერა იმედიანი. არჩევანი უკვე გაკეთებულია. ომის გამოწვევა მიღებული. და თუმცა ფრონტის ხაზიდან გამარჯვების კონტურებიც კი არ ჩანს. თაიმი მას უკვე წლის ადამიანად ასახელებს. ამბობს, რომ ის უკრაინის სულია. ნათელია, დასავლეთი უკრაინის პრეზიდენტის არჩევანით კმაყოფილია. ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ არ წავაგებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან არ უნდა დაგვიჩნდეს. დასავლეთში მედია ხმაურობს. ექსპერტები და პოლიტიკოსები უკვე გამარჯვებას ეიმობენ. ირწმუნებიან, რუსეთი დამარცხებულია. ზელენსკი გმირის პედესტალზე დგას. მსოფლიო მას ლიდერად აღიარებს. თავისუფლების სიმბოლოდ ასახელებენ. ის უკვე გმირია. 2023 წლის თაიმი. ფონი მუქი ბორდო წითელ ტონებში. ეს ფერი გამოიყენება მაშინ, როცა რედაქცია სურს აქცენტი გააკეთოს კრიზისის სიმძიმეზე. ამაზე მიანიშნებს ზელენსკი, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, მაგრამ სისხლის ფონი მასზე გაცილებით დიდია. ის ზურგით დგას. უკვე არც ჩაფიქრებულია და არც გმირული პოზა აქვს. 2024 წელს თაიმი წლის ადამიანად დონალდ ტრამპს ასახელებს. 2025 წელი ის თაიმის პირველ გვერდზე ისევ ჩნდება. ფონი მუქია, თავად ზელენსკი დაძაბული, მზერა გადაღლილი, წარწერა მრავლის მეტყველი. Endgame, დასასრული. ის უკვე აღარც გმირია და აღარც სიმბოლო. ზელენსკის მაგია დასავლეთში ნამსხვრევებად იქცა. მისი გმირობიდან კი მხოლოდ ნარატივი დარჩა, რომელიც მხოლოდ ბრიუსელში ისმის. მას უკვე არც ტაშს უკრავენ და არც ოსკარებს ჩუქნიან. დაჯილდოების ეს ცერემონიალიც ისე იკითხება, როგორც დაჯილდონებულად შესრულებისთვის. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ანჯელინა ჯოლი ჩადის. მსოფლიოს ბრწყინვალე ვარსკვლავი, მაგრამ ზელენსკის არც კი ხვდება. და აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა, რატო? ომში წარუმატებლობა მთავარი მიზეზი არ უნდა იყოს. გმირები ზოგჯერ მარცხდებიან ხოლმე. ისტორიას ასეთი ფაქტებიც შემორჩა. მაშინ რა მოხდა? დასავლეთის განწყობა და შეფასება მედიის ჰედლაინებში ჩნდება. ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარე. რატომ ხდება ზელენსკის უკრაინა სულ უფრო ავტორიტარული? უკრაინაში ძალაუფლება მონოპოლიზირებულია. ზელენსკი უკვე ანტიგმირია. უკრაინა იქცა ქვეყანად, სადაც დემოკრატია ჯერ გადაიდო, მერე შეჩერდა. ბოლოს ომის სახელით გაუქმდა. ზელენსკი არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს, კონკურენტებს დევნის, რეიტინგულ ფიგურებს აშავებს, ვერტიკალს იპყრობს, კორუფციას მფარველობს. ლემონდი თითქმის პირდაპირ მიანიშნებს, რომ მას ორი ფრონტი აქვს გაშლილი. ერთი რუსეთთან, მეორე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და ამ ბრძოლაში ის მარტო რჩება. ამაზე მიანიშნებს სათაურიც. ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი მარტოობა. საკუთარი გავლენებისა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად ის ყველას უპირისპირდება. ზელენსკის დემოკრატიას დღეს მხოლოდ ნეგატიური ეპიტეტები აქვს. კორუფციით დავიწყოთ. ვნახოთ, როგორ აქცია ზელენსკიმ რუსოფობია ბიზნესად. ამ პოლიტიკას მისთვის სოლიდური შემოსავლები მოაქვს. 2025 წლის ივლისში უკრაინის პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარებს. ეს ნაბიჯი მაშინვე აღიქვეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტებზე თავდასხმად. ქუჩაში აქციები დაიწყო, მედიაში ხმაური. ეს ის ინსტიტუტებია, რომლის დამოუკიდებლობასაც დასავლეთი უკრაინის დემოკრატიულობის არგუმენტად იყენებდა. მაგრამ ახლა ზელენსკი ამ არგუმენტსაც ფეხს ადგამს. ამბობს, რომ იქაც თავად არის მთავარი. არგუმენტად რა თქმა უნდა ომი მოჰყავს. ირწმუნება, რომ რუსული საფრთხე აიძულებს ეს ნაბიჯი გადადგას. ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როცა მასზე აღარ იქნება რუსული გავლენები. ყველაფერი უნდა გაიწმინდოს ამისგან. პროტესტი იმდენად მძლავრი და სერიოზულია, რომ ზელენსკის უკან დახევა უწევს. ის ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს ვერ იმორჩილებს. დამოუკიდებელი ნაბუ რამდენიმე დღის უკან ტიმურ მინდიჩის სახლში ჩხრეკას ატარებს. მინდიჩი უკრაინელი ბიზნესმენია. ასევე არის კომპანია კვარტალ 95-ის თანადამფუძნებელი. ზელენსკის ახალი ბიზნეს პარტნიორი ტიმურ მინდიჩი უკრაინიდან გარბის. ქვეყანას ის ნაბუს ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე ტოვებს. ამის შესახებ პოლიტოლოგი ივან კაჩანოვსკი წერს. როგორც ჩანს, ბოლო წუთებში მის გაფრთხილებასაც ასწრებენ და ქვეყნიდან მის გაპარებასაც. იცის, გამოძიება სერიოზულ ფაქტებს და მტკიცებულებებს იპოვის და სასჯელს ვერ ასწდება. New York Times-ი პირდაპირ წერს, რომ კორუფციასთან ბრძოლას ხელს უშლის ზელენსკი. პოზიციას გამოცემა ჰედლაინებშივე აფიქსირებს.
ანტიკორუფციული უწყებები აძლიერებენ ზომებს ზელენსკის ზეწოლის მიუხედავად, წერს New York Times-ი. გამოცემა ამბობს, რომ ასეთი ზეწოლის პასუხად ანტიკორუფციული ორგანო უმსხვილეს კორუფციულ სქემას შიფრავს. რამდენიმე თვე იმის შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა სცადა მათი საქმიანობის პარალიზება, სააგენტოებმა განაცხადეს, რომ გაშიფრეს მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო ატომური ენერგიის კომპანია. ჩხრეკები ჩატარდა ენერგოსექტორშიც, სადაც ზელენსკის ახლო გარემოცვაა. უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ქრთამის ბრალდებებთან დაკავშირებით ფართო მასშტაბიანი გამოძიება ელის. უკრაინის დახმარებიდან ზელენსკის პირად ანგარიშებზე მილიონობით თანხა ხვდება. ხელისუფლებაში ყოფნის მანიით შეპყრობილი ზელენსკი კონკურენტების განადგურებას იწყებს. ალექსეი არესტოვიჩი ერთ-ერთი პირველია. ადრე ზელენსკის ადმინისტრაციაში ის დიდი გავლენებით სარგებლობდა. დღეს დევნილობაშია. მის წინააღმდეგ ზელენსკის პროკურატურას საქმეები აქვს აღსრული. არესტოვიჩს ყოველთვის განიხილავდნენ ზელენსკის კონკურენტად. პოლიტიკო ვლადიმერ კუდრიცკის ისტორიას იხსენებს. ის უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის უკრენერგოს ხელმძღვანელი იყო. გამოცემის თქმით, ომის პირველ წლებში მან შეუძლებელი შეძლო. შეინარჩუნა ქვეყნის ენერგოსისტემა რუსული თავდასხმების პირობებში და თავიდან აიცილა ენერგეტიკული კოლაფსი. პოლიტიკო მას გმირის კონტექსტში მოიხსენიებს. მისი პროფესიონალიზმი აღიარეს ევროპაშიც. ენერგეტიკის სფეროში მას მოიხსენიებდნენ როგორც გმირს, რომელმაც სინათლე შეუნარჩუნა უკრაინას. ხოდა ამ გმირს დასავლეთის ყურადღებას რომ იქცევს და აღფრთოვანებას იწვევს, მალევე მოხსნიან. კუდრიცკი პოლიტიკოს ეტყვის, რომ ის ზელენსკის ადმინისტრაციის მსხვერპლია. კუდრიცკის გათავისუფლებამ ენერგეტიკის ინდუსტრიის მრავალი წარმომადგენლის მხრიდან დაგმობა და ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია. იმ დროს კუდრიცკიმ პოლიტიკოსგან უცხადა, რომ ის ძალაუფლების დაუნდობელი ცენტრალიზაციის მსხვერპლი იყო, რომელსაც ხშირად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გავლენიანი უფროსი ანდრეი იერმაკი ცდილობდნენ. მან შეშფოთება გამოთქვა, რომ საბოლოოდ კორუმპირებული პირები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე კონტროლს ხელში ჩაიგდებდნენ. ხმაურიანი და თამამის შეფასების შემდეგ მას კორუფციაში დასდეს ბრალი და გაასამართლეს. პოლიტიკოს შეფასებით, ეს სასამართლო ბევრმა აღიქვა, როგორც შეკვეთილი შურისძიება იმ კაცზე, ვინც ხმამაღლა ამხელდა სისტემურ ზეწოლას. პოლიტიკოს განმარტებით, ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა ზელენსკის წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე პეტრო პოროშენკო. ისიც კორუფციაში დაადანაშაულეს, სანქციები დაუწესეს. პოლიტიკოს თქმით, ამ ბრალდებების გამო მან შესაძლოა არჩევნებშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა. ზელენსკიმ პოროშენკოს შესაძლოა სასამართლოს გარეშე მოიშოროს. პეტრო პოროშენკო უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააჯარიმეს გაურკვეველი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების გამო. მის აქტივებს დაედო ყადაღა. მას ასევე წაუყენეს ბრალდება სახელმწიფო ღალატის მუხლით. სასამართლო საქმის ფარგლებში, რომელსაც კრიტიკოსები კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ. ფაქტობრივად სანქციები მას უკარგავს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უკრაინელს ბატონი პოროშენკო არ უყვარს, ბევრი ამას საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს. გამოცემა სხვა გავლენიან პირებსაც ასახელებს. მათ შორის არიან ვალერი ზალუჟნი, სპექტატორი ანონიმურობის დაცვით უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნის წერილს აქვეყნებს და ზალუჟნის ზელენსკის ყველაზე საშიშ კონკურენტად მოიხსენიებს. ყველაზე საშიში პოტენციური კონკურენტი შარშან მოულოდნელად გაათავისუფლეს და დიპლომატიურ თანამდებობაზე გადაიყვანეს. ინსაიდერების ცნობით, ზალუჟნის წინააღმდეგ უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საქმეები იმ შემთხვევისთვის, თუ ის პოლიტიკაში ჩართვას გადაწყვეტს. უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ იურიუ ბოიკო, პარტიის ლიდერი, პრორუსულ ძალად მონათლეს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე გამოიძახეს. მხოლოდ იმიტომ, რომ TikTok-ში ის ხელისუფლებას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. რეპრესიულთა სიაში ალექსანდრ კუბრაკოვია, ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი, მორიგის შესაძლოა კონკურენტი, რომელიც ვერტიკალს ჩამოაშორეს. ასევე მუსტაფა ნაიემი, რომელიც რეკონსტრუქციის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ხმაურიანი ისტორია აქვს დიმიტრი კულებას. ის 2024 წლის სექტემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაუშვეს. ზელენსკი რომ ქვეყანას ახალი ენერგია სჭირდება. თუმცა კულება დასავლეთშიც პოპულარობით სარგებლობს და უკრაინაშიც. ლემონდი წერს, რომ ის ძალიან პოპულარული იყო. მის გადაყენებას დროში ემთხვევა ზელენსკის ახალი ბრძანებულება. ამ განკარგულებით პრეზიდენტი ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს. თუმცა ქვეყნიდან გასვლას კულება მაინც ახერხებს. იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში კი ამბობს: ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ქურდივით მომიწევდა ქვეყნის დატოვება. სხვათა შორის უკრაინა ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც საზღვრები ჩაკეტილი აქვს.
წაგებულ ომში მონაწილეობის აზრს უკრაინელები ვერ ხედავენ. ამიტომაც გაწვევას ემალებიან. ვინც პროტესტს ხმამაღლა აფიქსირებს იჭერენ. სახლების წინ ეზოებში ან ქუჩებში ელოდებიან და ფრონტზე ძალით მიხავთ. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ის სოციალური ქსელებიდან დიდი გამოცემების ჰედლაინებში ხვდება. უკრაინას ადანაშაულებენ ქუჩაში ძალადობრივი მოწოდებების გაჟღერებაში. იმ ფონზე, როცა იზრდება სიკვდილიანობა და ეთნიკური დაძაბულობა. ასეთი სათაურით ბეჭდავს სტატიას ევროპიან კონსერვატივი. სტარკი უკრაინაში სამხედრო გაწვევის კრიზისის ბნელ მხარეზე მას შემდეგ წერს, რაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ აიყვანეს უკრაინის შეერაღებულ ძალებში მისი ერთ-ერთი უკრაინელი კოლეგა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით, პირდაპირ სამხედრო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე. ევროპიან კონსერვატივი რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ასეთი რეიდის დროს გარდაიცვალა. არის ვარაუდი, რომ მას გაწვევის ოფიცერმა თავში ჩაარტყა. რკინის ჯოხებით ცემის დროს გარდაიცვალა უკრაინაში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელი 45 წლის მამაკაცი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დაწერს და ამათ სურთ ჩვენგან ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მიიღონ. ხელისუფლების მიტაცება შეუძლებელი იქნებოდა თავისუფალი მედიის პირობებში. ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები ზელენსკის სამიზნე თითქმის მისი არჩევისთანავე ხდებიან. უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საკუთარ ვინაობას უსაფრთხოების მიზნით ვერ ასახელებს. სპექტატორი წერს. დამოუკიდებელი მედია საშუალებები ოფიციალურად აკრძალულია ტელევიზიასა და რადიოში, ხოლო ოპოზიციური და ანტიკორუფციული აქტივისტები, რომლებიც ინტერნეტში მუშაობენ, მუდმივი დაპატიმრების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. 2021 წლის 2 თებერვალს ზელენსკის დადგენილებით იკრძალება 3 ტელეარხი: ზიკი ნიუს ვანი და 112 უკრაინა. 2022 წლის დეკემბერში მიღებული კანონის მიხედვით ზელენსკის ეძლევა საშუალება ყველა ბლოგერი, YouTube არხი ან Telegram არხი, რომელიც მის ნარატივს არ ემთხვევა, ლიცენზია არ მისცეს და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დახუროს. ცნობილმა რედაქტორმა, რომლის გამოძიებამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი კორუფციაში ამხილა, ციხეს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პირადი ჩარევით გადაურჩა. კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედიის რედაქტორი, რომლის პუბლიკაციებით ზელენსკის გაღიზიანებას იწვევდა, სამხედრო კომისრებმა 24 საათით დააკავეს გარესამყაროსთან კავშირის გარეშე, სანამ ფრონტზე არ გაგზავნეს. რეპრესირებულთა შორის არიან მაღალი სასულიერო პირებიც. მაგალითად, დნეპრის სასამართლომ დააკავა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის, სვიატოგორსკის ლავრის წინამძღვარი, მიტროპოლიტი არსენი იაკოვენკო. მას რუსული აგრესიის გამართლებაში ადანაშაულებენ. არის რეპრესიების სხვა შემთხვევებიც. ერთი ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი იერმაკის ძმის კორუფციული სქემა გაამჟღავნა, პირდაპირ ფრონტზე ყველაზე სახიფათო საბრძოლო ზონაში გააგზავნეს, სადაც დაიღუპა. პარლამენტარი, რომელმაც დაწერა, რომ ზელენსკიმ უნდა აღიაროს მარცხი და ომი დაასრულოს, 3 დღეში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხეში იმყოფება. არჩევნები გაურკვეველი ვადით არის გადადებული. როცა არჩევნები ჩატარდება, უკრაინაში უკვე არავინ იქნება, ვინც კონკურენციის გაწევას გაბედავს, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვინც წაგებულ ომზე და მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ილაპარაკებს. ალექსეი არესტოვიჩი ზელენსკის მმართველობას უკვე ჩრდილოეთ კორეას ადარებს. ზელენსკის ლეგიტიმურობა და ანტიდემოკრატიულობა უკვე ლიბერალური მედიის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრშიც კი ექცევა. ცნობილი რუსი ლიბერალი ბლოგერი რუსეთში შტატების ყოფილ ელჩს მაიკ მაკფოლს ეკითხება: კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ ზელენსკის არალეგიტიმურობა აღიაროთო? 2025 წელს თქვენ თქვით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ავტოკრატი, არამედ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი. რამდენი დრო უნდა გავიდეს არჩევნების გარეშე, რომ თქვენი მოსაზრება შეიცვალოს? მათ კონსტიტუციაში ჩაწერილია უფლება ომის დროს არჩევნების ჩატარება შეაჩერონ და ეს გადაწყვეტილება პარლამენტმაც დაამტკიცა. მე რა თქმა უნდა მათი კანონმდებლობის ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ იგი უდავოდ ფლობს ლეგიტიმურობას როგორც პრეზიდენტი. რას გეუბნებიან ამაზე ის უკრაინელები, ვისთანაც საუბრობთ? ისინი თვლიან, რომ არჩევნების ჩატარება არის პუტინის გეგმის ნაწილი ზელენსკის შესასუსტებლად და მე მგონია, რომ ისინი მართალნი არიან. მაგრამ უკრაინაში ავტოკრატიის ნიშნების შესახებ არ გსმენიათ, მაგალითად სიტყვის თავისუფლების მდგომარეობაზე. დიახ, რა თქმა უნდა. და თქვენ ამაზე არ ღელავთ? დიახ და არა. მაშინ ეს პრობლემა გაწუხებთ? კი, მაწუხებს, მაგრამ არის ეს ჩემთვის პრიორიტეტი? არა. ამერიკული დემოკრატია ბევრად მეტად მაწუხებს, ვიდრე უკრაინული.
ამ ფონზე ძალიან ცინიკურია Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელის პოზიცია. Von der Leyen და მის ბიუროკრატებს მიაჩნიათ, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას იმსახურებს. საქართველო კი არა. თუმცა ალბათ ეს გასაკვირიც არ არის. Deep State-ის ევროპელი მარიონეტები ეფარებიან Deep State-ის უკრაინელ მარიონეტს, რომელსაც ერთი დავალება აქვს შესასრულებელი, რაც შეიძლება დიდხანს გაახანგრძლივოს ომი, თუნდაც ბოლო უკრაინელამდე. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა ბლოკში გაწევრიანებამდე გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთონ. უკრაინამ როგორც ჩანს, ეს გეოპოლიტიკური არჩევანი უკვე გააკეთა. არჩევანი კი გადის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთების შესრულებაზე. ეს დაკვეთა კი ომის გახანგრძლივება და რიგითი უკრაინელების საზარბაზნე ხორცად გამოყენებაა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.